მოგესალმებით, მეგობრებო. შეკვეთა იყო კომენტარებში. შავმთვარე მორიელზე ჩაგვიწერეთ ცოტა მთელი ვიდეო და ვაპირებ წყლის ნიშნების ლისტებზე ვისაუბრო და დღეს ვექნება შავმთვარე მორიელზე ცოტა ვრცელი ანალიზი. ცოტა სიღრმეებში წავალთ დღეს და იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება. რა არის შავმთვარე? ყველაზე ისეთი ნეგატიურ კარმას რო გულისხმობთ, ყველაზე დაფარული ღმა არაცნობიერის ასპექტი, კარმის მანიშნებელი, საგვარეულო ენერგიის მანიშნებელი, რა იყო გვარში, ესე ვთქვათ, შესრუტული, რა არ იყო გამოვლენილი საგვარეულოში, ვის როგორ უნდა ისე გაიგოს და რა არის თავად შავმთვარე მორიელში მისი მთელი დაფარული არაცნობიერი შიშები, პროგრამები, მიჯაჭულობები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ შავმთვარეს აქვს დონეები, რა თქმა უნდა, პირველი, მეორე, მესამე დონე, თუმცა არაცნობიერში ყველა დონე რაც არ უნდა იყოს, მაინც ყველა ვარიანტში ვლინდება ის მთავარი ძირითადი პატერნები, რომელიც ამ ლილით აკავშირებს სხვა ადამიანებთან, ისე რომ ვთქვათ. ასევე ვისაუბრებ შავმთვარე მორიელში ყველაზე მეტად რომელ შავმთვარესთან არის შედარებით პოზიტიურად, რომელთან არის ნეგატიურად და რა არის ახლა ეს ენერგია. რა თქმა უნდა, აქ მარტო მორიელზე არ მექნება საუბარი. აქ ასევე ვგულისხმობ შავმთვარე პლუტონთან შეერთებაში, სადაც არ უნდა იყოს ეს და შავმთვარე მერვე სახლში. მსგავსი ენერგიები არის, მსგავსი კარმული პროგრამები არის და მსგავსი, ესე ვთქვათ, დრამები არის არაცნობიერ დონეზე. პირველ რიგში უნდა წავიდეთ კარმული ასტროლოგიით და წინა ცხოვრებებზე უნდა ველაპარაკოთ. კლასიკურად ეზოთერულ ასტროლოგიაში რას ამბობს შავმთვარე მორიელის ადამიანის სულზე. იმიტომ რომ შავმთვარე, თეთრი მთვარე ეს უკვე ადამიანის სულზე ლაპარაკობს და არა გარე თვისებებზე ან ხასიათზე. ხო, იქ არ არის ეს უკვე ვენერა და არ არის სოციალური პლანეტები, ეს არის პირდაპირ არაცნობიერი. კიდევ უფრო ღრმა არაცნობიერი, ვიდრე ფსიქოლოგები გულისხმობენ, იმიტომ რომ არაცნობიერი ასევე ჩვენთან მთვარეც არის. კიდევ უფრო დაბლა არაცნობიერი სატურნი არის და შავმთვარე ეს არის ფსკერი არაცნობიერის, რომელიც როგორც წესი იქით სამყაროების ინფორმაცია იწერება, ანუ იქით სამყაროებში სული და წინა ცხოვრებებში წარსულ მომავლის ენერგიაში, სადაც გადის აურის ენერგეტიკული ველი, ეზოთერულად ესე არის, იქ არის შავმთვარის თემა. თვითონ მორიელი, იცით, რომ საკმაოდ რთული ნიშანი არის მრავალფეროვნების და გამო, ეს არის წყლის ნიშანი, ეს არის ემოციები. ოღონდ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ, რომ კარმული ასტროლოგიით თუ წავალთ წინა ცხოვრებებში, ოღონდ თითქმის არა, ყველა ლიტ მორიელს ეს აკავშირებს. მორიელის ყველაზე ნეგატიური მხარე და რა თქმა უნდა, შავმთვარე ყველაზე ბნელ ნიშნის ყველაზე ბნელ მხარეს აგვაჩვენებს ხოლმე, როგორც წესი, იქ არ არის პოზიტივი, იქ არის მხოლოდ ტრამვა, ტკივილი და ნიშნის ყველაზე უარყოფითი გამოვლენა, ხო? და უარყოფითი რა არის? მორიელის ნეგატივი მერვე სახლის და პლუტონთან შეერთებაში ეს არის ძლიერი ტრამვა სიკვდილის. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ სიკვდილი, აქ იყო ღალატი დიდი წინა ცხოვრებებში სადღაც, აქ იყო დიდი, ოღონდ იცით როგორ არის, ახლა მე რო ჰიპნოთერაპიაზე მუშაობდი, სხვა ლიტ მორიელებთან არ მინახავს ესე პირდაპირ მხოლოდ ღალატი, სულ პირველად საიდან დაიწყო ყველაფერი, თქვენ რო ლიტი მორიელში წაიკითხოთ პლუტონი და მერვე სახლი ასევე და გავიწყდეს ესენი, არის ფსიქოლოგიაში კონფლუენცია, ეს არის შერწყმა, შერწყმის სურვილი, ოღონდ ენერგეტიკულ, ემოციურ დონეზე. ეს არის თვითონ მორიელის არქეტიპი. ანუ აქ არ არის საზღვრები საერთოდ, ეს არის სრული კონფლუენცია, სრული შერწყმა, ოღონდ ენერგეტიკულ დონეზე და ყოველთვის როცა შავმთვარეს უყურებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სელენა სად არის, იმიტომ რომ როგორ მოხდა, რა ფორმით მოხდა ეს შერწყმა, მაგალითად, რომელიღაც ინკარნაციაში, რაღაც ენერგიებთან, ხო? აქ სელენა გვაჩვენებს ყოველთვის, იმიტომ რომ ყველა ლილიტი მორიელისთვის მთავარი არის სელენა, ვის როგორ აქ ან მერვე სახლელისთვის, ხო, თუნდაც. ვისაც ჰქონდა ეს ძლიერი მიჯაჭვულობა, იმიტომ რომ მორიელის ენერგეტიკა მის დესტრუქციაში ქმნის ძლიერ მიჯაჭვულობებს. აი ეს იცით როგორ მიჯაჭვულობა არის, აი ხონ სუბთა ემოციაზე, ენერგეტიკულ მიჯაჭვულობაზე არის საუბარი, როდესაც აი წარმოვიდგინეთ
აი თუ ტელეპათიურ აზროვნებაზე ხუხსმენია თქვათ, როცა ყველანი ერთნი ვართ, ანუ ასეთი დონის კონფერენციაზე ლაპარაკობ. და ქონდა სულს გამოცდილება, როცა ყველანი ერთნი ვიყავით. აბსოლუტურად საზღვრები არ არსებობდა ჩვენს შორის. ესე ამბობდნენ ხოლმე მეც იგივე მithქვამს ჰიპნოთერაპიაზე. საერთოდ საზღვრები არ იყო, ეს იყო ენერგეტიკულ სულიერ დონის ბმა გარემოსთან. ხა ვის რომ სახში ყავს შავი მთვარე როგორი ასპექტებით, იქ უკვე ისტორიას გვიყვება დეტალურად ჩაშლა რო ხდება უკვე ამ ლილითის, ხო? მაგრამ ეს არის ძლიერი ენერგეტიკული ბმა სხვებზე, საიდან დაიწყო შავი მთვარის საძირკვლის ჩაყრა. შესაბამისად, აი ახლა რო არის ხოლმე ლილით მორიელებს, რომ ინტუიცია აქვს, ხვის ენერგიას გრძნობენ. როგორც წესი კარმულ ასტროლოგიაში წავიდეთ, ეს არხი არ არის დახურული. იქ ენერგეტიკულ სამყაროში, ეს ეზოთერული ენით გელაპარაკებით, ახლა სული რომელიღაც ინკარნაციაში ენერგეტიკულად არის გაჩერებული და იქ ენერგია უდევს, ესე რომ ვთქვათ, ესევე გახსნილი. ანუ მისი ენერგეტიკული ველი არის გახსნილი. კარმულ ასტროლოგიაში ესე ვამბობთ. როდესაც იყო ძლიერი კონფლუენცია, შესაბამისად იყო ძლიერი ნდობა, უპირობო ნდობა, ასე არის აქ ყოველთვის ლილითი მორიელი მანდ გადის და ეს არის დიდი სიღრმე. ანუ ეს არ იყო უბრალოდ ზედაპირული ნდობა, ხო? ეს იყო ძალიან დიდი სიღრმე, ძალიან დიდი ჭიდრო ხედვა, სულების ხედვა, აი ადამიანის სულს რო შეხედავთ და ბევრი ლილითი მორიელი ახლა დოსტოევსკი რო ავიღოთ, იტანჯებიან შემდგომ ამისთვის, რომ რატომ დავხედავდი ვიღაცის სულს, ვიღაცის ენერგიას მაგალითად. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს კარმულად სელენასთან ერთად აქვს გამოვლენილი, ანუ არის ეს ენერგია შეცნობილი, გამომუშავებული, რომ მე უნდა საზღვრები არ მქონდეს და მის სულს უნდა ვხედავდი. მაგრამ ასევე იყო იქ სხვა სამყაროში, სხვა ინკარნაციაში ეს გახსნილი საზღვრები და ყველას ხედავდა ადამიანი. ახლა ის საზღვრები ისევ ღია არის, ოღონდ სხვა სამყაროში არის და აქ საერთოდ აღარ არის უკვე ეს ესეთი უპირობო ნდობები, ხო? აქ უკვე საერთოდ სხვა კანონები არის დედამიწაზე, სხვა ადამიანებს სხვა სიბრტყე აქვს საერთოდ და შესაბამისად რჩება სურვილი ისევ შერწყმის, კონფლუენციის, ძლიერი მიჯოჭულობის სურვილი, ძლიერი ეს როგორიც ზოგში ვლინდება ხოლმე შეპყრობილობასავით, აი მერვე სახლე ლილითებს შეიძლება ქონდეთ, პლუტონიანელებს შეიძლება ქონდეთ, ან ზოგჯერ სექსუალური ენერგია შეიძლება ძალიან ჭარბად ქონდეთ, რა არის სექსუალური ენერგია, კონფლუენციის სურვილი, შერწყმის სურვილი არის. ენერგეტიკულ დონეზე, ხო? აი ეს არის ამაში ტრიალებს, ხო, ეს ლილითი. და სინამდვილეში ამ სექსუალურობის მიღმა ზოგან იმალება კონტროლი, ძალაუფლება და ზოგისთვის ეს არის როგორც კავშირის ღრმა ურთიერთობის და კავშირის ძლიერი სურვილი, ხო? ვისთან როგორ ვლინდება. ერთ-ერთი შავი მთვარე მორიელის ადამიანებს, პლუტონიანელებს და მერვე სახლელებს ასევე შეიძლება გამოუვლინდეთ ზუსტად იმ დაფარულის, ბნელის პირდაპირ ეგრევე დანახვის უნარი, სად არის გაჭედილი ენერგეტიკული ველი სხვებში. ამას ძალიან კარგად ხედავს ლილითი მორიელი. პლუტონიანელიც ასევე ცოტა ღრმა ინტუიციური ხედვა აქვს, ღრმა დრამატულად ღრმა, ოღონდ ახლა შეიძლება სხვასაც მქონდეს სიღრმე, მაგრამ იქ არ იყოს ის დრამა, ის სასოწარკვეთა, ხო? და აი, როცა არის ეს ლილითი, ახლა მე კონსტრუქციულ გამოვლენას გულისხმობ, ხო? კონსტრუქციულად, როდესაც მე ვხედავ ბნელს და ყველაზე საცტური რა შეიძლება, რომ შევარდეს ამ ბნელში, რომ მე ამას გავწმინდავ და მე ამას გავასუფთავებ. ხშირად აქედან მოდის გადამრჩენლების იდეა და ენერგია ზოგადად ლილით მორიელებს ხშირად ახასიათებთ ძალიან კეთილშობილი შეიძლება იყოს, ძალიან გადავარდეს იქ ტოქსიკური ადამიანების დასახმარებლად, ან იქ სადღაც აი ვიღაცა რო კრიზისში არის, ან ჩავარდნილი არის წუმპეში და რომ უნდა ამოვიყვანო აქედან, აი ზოგჯერ ეს ახასიათებთ ხოლმე, ხშირი არის ესეთი, ან თუ ფსიქოლოგიური კუთხით არ არის, შეიძლება აი ყველაზე ისეთ ძიმე მომენტში გადაეყაროს ადამიანს და ეცადოს იქიდან ამოიყვანოს. რა თქმა უნდა, იქიდან ვერ ამოიყვანოს და რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ლილითის ილუზია. შემოდის ყოველთვის ლილითის ილუზია.
აქ უნდა ვიცოდეთ, რომ დაცვით მექანიზმი აქ ჩამთვარეს და მას აქვს ის ილუზორული მხარე, რომ თან შეიძლება აქ იყოს ლილიტური და თან შეიძლება გამივართა და კონდიციონერი კი მაქვს ჩართული, მაგრამ მაინც ცოტა. ხო და არის აი აქ ზუსტად ეს მომენტი, რომ მე შეიძლება ვხედავ ამ ბნელს, მე მგონია რომ ამას გამოვასწორებ და შედიან ამ ილუზიაში, შეიძლება 20 წელი, 30 წელი, 40 წელი სულ ვიღაცის გადარჩენაში იყვნენ. ანუ აქედან შეიძლება შევიდეს ლიტი მორიელი ტოქსიკურ ურთიერთობაში. პირადი ურთიერთობა ერთ-ერთი რისკი არის ხოლმე ამ ლილიტისთვის მაგალითად, ან სამეკობრა ხა გაჩნია იქ უკვე რომელ სახლში არის, ხო, შავი მთვარე. ეს არის სექსუალური ენერგია, გითხარით, ძალიან დიდი, იმიტომ რომ მორიელი თვითონ სექსუალურობის ენერგია არის და სინამდვილეში რა არის სექსუალურობა? ეს არის ღრმა ემოციები, ხო? და თუ ამ კუთხით სექსუალურობას შევხედავთ, ეს არის ღრმა ემოცია, ეს სიღრმე, ეს ძლიერი მიჯაჭვულობები და აქედან გამომდინარე შემოდის მე უკვე ტოქსიკურობა. და ტოქსიკურობა რა კუთხით? აი წარმოიდგინეთ კარმულ ასტროლოგიაში ამ ადამიანმა გამოსცადა ძალიან დიდი ღალატი. იმიტომ რომ ღალატი არის მორიელი. და ეს როგორი ღალატი იყო, იცით, როდესაც მორიელზე ვლაპარაკობთ, ეს იყო ძალიან მძიმე სიკვდილი. ორი ლილიტი ყავს, რომელიც ძალიან ტკინვალ და ძლიერ სიკვდილის ენერგიას აჩვენებს. ეს არის ლიტი ვერძი, რომელიც იყო უფრო საცასროლი იარაღი, ხმალი, ანუ ჭრილობი და სიკვდილი. მორიელი ცოტა მძიმე სიკვდილთან არის დაკავშირებული. ეს არის ან ჯგუფმა რო ჩაქოლოს. ბევრი ნახე ლიტი მორიელები, აქ ესენი ნახეს ჰიპნოზზე. ჯგუფმა ჩაქოლა, ჯგუფმა კოცონზე დააწვა მაგალითად. ჯგუფმა ტანჯველი სიკვდილით მოკლა მაგალითად, ხო? ანუ აქ იყო დიდი ტანჯვა, აქ არ იყო მხოლოდ სიკვდილი. ეს არ იყო სწრაფი სიკვდილი, ეს იყო ტანჯვაში, დიდ შიში სიკვდილი. შეიძლება სხვა პლანეტაზე, შეიძლება სხვა სამყაროში, შეიძლება ძალიან ბევრი ინკარნაცია გადიოდა აი ამას, სადაც უდიდეს სულიერ ტკივილს და არ არის აქ მარტო სხეულებრივი დიდ სულიერ ტკივილს, რომელიდან ღალატი იყო აქ, ანუ ისე კი არა რომ უბრალოდ ტერი მოვიდა და მომკლა, აქ იყო რაღაც უახლოესი გარემოცვის ღალატის ძალიან მაღალი ალბათობა. ამიტომ სულს ახსოვს როგორც წესი, აი ეს ძლიერი ღალატი, სულს ახსოვს აი რაღაც დაფარული, აი ტოქსიკური, ესე რა თქვა, ზურგს უკან, სადღაც რომ გიღალატებენ, აი ესეთი ენერგია და შემდეგ შეიძლება აი ტოქსიკური თუ არის უკვე პირველი დონის ლიტი მორიელზე როცა ლაპარაკობთ, ყველგან შეიძლება ხედავდეს აი ამ მოხალატეებს სიტყვაზე. შეიძლება ქონდეს შურისძიების ძლიერი ენერგეტიკული პირდაპირ ჩაწერილი ენერგეტიკულ ველში შურისძიება და აპროექცირებდეს ყველაზე ამ დროს ის გარშემო შეიძლება არც იყვნენ შუაში მაგალითად, ხო? ან მეორე უკიდურესობა, როდესაც ზუსტად ტოქსიკური ადამიანები, იქნება ეს ნარცისები, იქნება ეს ფსიქოპატები მაგალითად, ან მანიპულატორები, ხშირად ხდება, რომ ეს ხალხი ესეთებს იზიდავენ. და რატო? იმიტომ რომ არის ლიტი მორიელის არქეტიპში, როგორც მოძალადის და მანიპულატორის, ასევე მსხვერპლის როლი. ანუ მსხვერპლის გამოცდილება კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ, იმიტომ რომ ხშირად არის რომ ისო თავიდან საიდანაც დაიწყო, პირველი იყო კონფლუენცია, შერწყმა რომელიღაც ენერგიასთან, შემდგომ იყო ძლიერი დარდი, როდესაც განშორება მოხდა ამ ენერგიასთან, იქ შეიძლება სიკვდილის დროს, ან შეიძლება ვიღაცა მოუკლეს ვისთანაც ქონდა ეს რაღაც ძალიან ღრმა ემოციური, ანუ რაღაცა ტრამვა დიდი ძიმე ემოცია იყო ჩაწერილი და მე ძალიან ბევრი ცხოვრება შეიძლება ატარებდეს ამ ემოციას ლიტი მორიელის სევდას, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იმედგაცრუება, ეს არის მთავარი სიტყვები ლიტი მორიელის მთავარი ემოცია და როგორც წესი ხშირად აქვთ ხოლმე ეს, ან უპირობო ნდობა, ისევ შერწყმის კონფლუენცია, შეიძლება ძალიან ადვილად ენდონ ადამიანებს ადვილად დაიჯერონ, ხო? და აქ თითქოს დაცვითი მექანიზმი მორღვეულია, ამ დროს ინტუიციურად ძალიან კარგად იციან, მაგრამ იმდენად ძლიერია სურვილი ამ შერწყმის, აი ამ უპირობო ნდობის ამაზე ლაპარაკობ, ხო? რომ თითქოს აი აქ მოდის ლილიტი როგორც ფეიკი, რომ საერთოდ ჩაკეტოს ლიტ მორიელმა ეს ინტუიცია
და წავიდეს ამ ხრმანდობაზე და მე იქიდან ისევ იქნებ განმეორდეს რაც ყოველთვის მეორდებოდა მის ცხოვრებაში, ხო? დიდი ღალატი, დიდი უსამართლობა ბჭყალებში. ხანდახან არის რომ პირველი დონის ეს მეორე დონე არის ახლა მე რაც ვთქვი. პირველი დონე რა შეიძლება იყოს რომ თვითონ ქმნის ადამიანი კრიზისებს, აი არის კარგად ყველაფერი, ოჯახიც კარგად არის, შემოვარდეს ქარიშხალივით, დაამძიმოს ხალხი. აი მაგალითად დოსტოევსკი რასაც აკეთებდა, წავიდოდა კაზინოში, თავის ცოლის, იმიტომ რომ ხის ფულს მართავს არიანი, თავის ცოლის ფულს დაამღერებდა, მერე მუხლებში ევარდებოდა და ეუბნებოდა რომ მე დამნაშავე ვარ, მე ნახე რა ცუდი ვარ და თვით დასჯა მიდიოდა. თან პროვოცირებას აკეთებდა რომ მერე დამნაშავე აღმოჩენილი. ხო, ცოტა პათოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სერიოზულ პრობლემებთან მივდივართ ხოლმე, თუ ეს ენერგია არის დაუმუშავებელი. მაგალითად დოსტოევსკის დანიშნული და სასჯელი ტიპური ლიტიმორიელის არქეტიპია, ხო, დაინახეთ ახლა მინდა აგიხსნათ, ადრეც კი მოგიყევით ვიდეოში, თომას მანი ჩემი საყვარელი მწერალი არის და ისიც ლიტიმორიელი იყო, თომას მანი, სხვაშორის მსგავსი რუკა გვაქვს ერთ-ერთში. და როგორ ის ქონდა, იცით, მისი წიგნები განსაკუთრებით დრამიცავსე, რა თქმა უნდა, ინტელექტუალური დრამა, ფსიქოდრამა არის მისი წიგნები, თითქმის ყველა და სხვათა შორის ეს თუნდაც ტონიო კროკერს თუ გავითვალისწინებთ, სხვათა შორის იუპიტერის ასწორში ქონდა, ყავდა თომას მანს და აი ტონიო კროკერში ის რაღაც ლამაზი ბიჭუნა, თუნდაც სიკვდილი ვენეციაში ეს ლამაზი ბიჭუნას არსი და სხვათა შორის ვინც ის იმ ფილმში შეასრულა მთავარი როლი ერთ-ერთი ლეგენდარო დარჩა ამ ფილმიდან. არ მახსოვს ახლა სახელი, მაგრამ აი ტაძიო, ვინც 72 წელსა მე მგონი ეს ფილმი გადაღებული, მან ვინც შეასრულა, მან აი ისიც შავთარი მორიელში იყო ეს ტაძიო და რეალურ ცხოვრებაში და სხვა შეიძლება ძალიან დრამატული და ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა ამ ბიჭს, ძალიან ბევრი ისეთი არ მინდა ხა დეტალებში შევიდე, შეგიძლიათ დაგუგლოთ, მაგრამ ამ ფილმს ძალიან მოუხდა და რო უთხრეს რომ რატო აიყვანეთ ეს, მას ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, იდუმალი პატარა ბიჭი იყო და მთელი სამყარო სევდა იყო მის თვალებში. აი ეს არის ლიტიმორიელის მთავარი არქეტიპი. მთავარი ენერგია, აი სიღრმე, ის იდუმალება, თუნდაც აი ჯონი დეპის რო შეხედავთ ხა ლიტიმორიელში მორიელში ყავს მას, როგორც მახსოვს მეოთხე სახლში, ბრედ პიტი, თავის ეს რაღაც სევდიანი წყლიანი თვალებით მე-12 სახლში ყავს შავთარი და აი ეს დრამაში ნაგანი და ორივე ტოქსიკური არანორმალურებს იზიდავდნენ. არც ერთ არ ყავდა მეორე ცოლები ნორმალური. და მე მათ კიდევ მთელი სასამართლო პროცესები და მთელი უბედურებები ჰქონდათ. ეს ლიტიმორიელის აი ზუსტად ეგ არის ფსიქიკურად შეიძლება გაუწონასწორებელი ადამიანები მიიზიდონ, ხო? და რა ხდება აქ, იცით, არის არარეალიზებული დიდი შიში ენერგია, კონფლუენცია, ეს არის მერე ძალაუფლების, აი ორი ნიშანი ყავს ძალაუფლების ლტოლვის, ეს არის ლიტითხისხა და ლიტიმორიელი. ლიტითხისხა აღმერთებს ვინცაც მეტი ძალაუფლება აქვს, ანიმათებრძვის და მორიელი ლიტი ეს არის ძალაუფლება, ხშირად არის რომ შეიძლება ახლა მე ესეთი ლიტმორიელი მინახავს შავ მაგიაში რომ იყოს ან მაგიაში ან ოკულტიზმი ესე აინტერესებდეთ, მაგრამ ლტოლვა აქვს როგორც თითქოს იქ სადღაც ან ზოგი უმეტესად ახლა ჩემთან მეწმოდიან აი სულ უცხოს კითხულობ ეკლესია მშველი სიამბერეში ვიღაცა უნდათ ძლიერი ვინც რაც დაიცავს. აი დაცვა მიდის, უსაფრთხოება, დაცულობა ეს არის მთავარი მოთხოვნილება ამ ლილიტისთვის და რატო არის ახლა ეს დაცვის ამხელა მოთხოვნილება? არიან ქალები ახლა ჩემს გარშემო, რომლებიც ქმრებთან აქვს მაგალითად ან შემოსავალი აქვს დიდი ქმარს, ან რაღაც ძალაუფლებას ფულზე ვერ მოდიან იქიდან, ან პირიქით აქვთ ის რომ მე უსაფრთხოებას მაძლევს. ჩემთვის, ხო? და რომელიც ილუზია არის, იმდროის თვითონ და შექმნან ეს უსაფრთხოება, იმიტომ რომ უსაფრთხოება კრიზისებისგან დაცვა ეს მორიელის უმაღლესი ოქტავა არის. და როდესაც არის რომ შენა გააქვს მოთხოვნილება ოღონდ სხვას გინდა ეს შეასრულებინო, იმიტომ რომ შენ თვითონ არ გააქვს ეს უნარები, ხო, სიტყვაზე განვითარებული, აქ ხდები მანიპულაციის ძალიან ადვილი მსხვერპლი.
და მე თან ამის ეშინიათ ძალიან манипуляციის, რომ ვინმე არ მართოს, მაგრამ დიდ სურათში მაცხოვრებას რო გადახედავ, ლიტი მერვე სახლელები მაგალითად, რაც არ უნდა გქონდეთ ილუზია, რომ ის მართავენ ხა გარემოს სადღაც, დიდ სურათში რო წავიდნენ, თვითონ ის შიში მართავს მათ მაგალითად, ან გარემო მართავს მათ, ხო? ან არაძლევენ საკუთარ თავს ღრმა ურთიერთობის საშუალებას ზუსტად აი ამ დაცვების გამო, შიშების გამო, რომ მე არ მეტკინოს, არის მეორე კატეგორია, მერვე სახლილი მინახავს ესეთი, რომ აი ღრმა კონტაქტის შიში აქვს ძალიან დიდი. ან შეიძლება უამრავი ადამიანი აცხოვრონ თავიანთი დრამებით. მერვე სახლილი იტებს შემიჩნევია ხშირად ეს, რომ აი შეიძლება იყვნენ სულ ნეგატივზე, სულ დრამაზე, აი ელაპარაკები და იმხელა აგრესია შეიძლება გამოვლინდეს ლეიტმორიელში, იმხელა დესტრუქცია და მე ამას მალავენ და მე ამის პროექციასაც ახდენენ სხვადასხვა კუთხით, ხო? დაუმუშავებლილიც ამას გულისხმობ, ხო? როდესაც მე არ ვიღებ ჩემ აგრესიას, მე ძალიან კარგს თამაშობ, ვითომ ძალიან კეთილი და კარგი ტიპი ვარ და მე ვაპროექცირებ, აი ეს ცუდი, აი ესე გააკეთებ, ან ვერავის ვერ იტანებ. მერე კატეგორია არის, მინახავს ეგ. ჯგუფებშიც არის ხოლმე ესეთი. ხა ჩემთანაც რომ ჯგუფურ თერაპიებში ვარ ხოლმე, აი ეს ლიტი მერვე სახლი, ლიტი მორიელი, ზოგჯერ როგორ არის იცით, ან სრული უნდობლობა გარემოს მიმართ, ან სრულად კონფლუენციაში შედიან ჯგუფთან სიტყვაზე, ხო? აი ესეთ რაღაცები ახასიათებს ამ ლილითს. გააჩნია ხოლმე რამდენად ჩვენ ეს დამუშავებული გვაქვს და დამუშავებული რას ნიშნავს? ახლა ლილითის დამუშავება ილუზია არა მაქვს ამისი, აქ არის უფრო გაცნობიერება. მე დავინახო ჩემი ჭრილები. მაგალითად ძალიან ძლიერი შიში არის, რამე ცუდი არ მოხდეს ლიტმორიელთან, ხო, უბედურება არ მოხდეს, იმიტომ რომ აი მე რო თუნდაც საკუთარ თავზეც მინახავს, თუნდაც ხვებზეც, ხო, ყველას მაინც ერთი აერთიანებდა. მორიელი არის ემოციები. ლიტი კერჩხებსაც ძალიან მსგავსი აქვს, ხოთა შორის. მე მაგაზეთ ჩავწერე ესეთ ცოტა ვიდეოს. ლიტი მორიელს აქვს ენერგეტიკული ველი კერჩხებსაც იგივეს ხოს, რომ ძალიან თხელი, თითქმის არ აქვს. ენერგეტიკულ ველს რას გულისხმობ? აი ძალიან შიშველი არის ენერგეტიკულად. ძალიან დაუცველი არის და რითი არის დაუცველი? განა არა აქვს ეს ენერგეტიკა. ესეთიც არა აქვს ჩაკეტილი შიგნით, აი ეს საკუთარი საზღვრების განცდა არა აქვს. ამას მე ნელა მუშაობა უნდა, 10 წელი თერაპიაზე ვარ. და ნელა ნაბიჯ ვეცადე, არ ვიცი რამდენად ეს მოვახერხე, მაგრამ ნაბიჯ ვცდილობდი ემოციური საზღვრების მშენებლობას. და რა არის ემოციური საზღვრები? ლიტმორიელს აქვს ესეთი რამე და მეც მომსვლია ხშირად ხოდაშორის. აიღებს და ბოლომდე მისცემს ადამიანს მის ემოციაზე, მის სიღრმეზე მართვის უფლებას. ან აი გაუხსნეს შინაგანად რაღაც ისეთ საზღვარს, შინაგან ემოციას, რომელიც ძალიან მისი არის და რა თქმა უნდა მე როცა არის აი ამ უკიდურესობების ენერგია, მე თან არ ვენდობი, თან მეშინია, თან მინდა შერწყმა და აქ ვინ მოვა ამ ველში, რა თქმა უნდა манипуляტორი, რომელსაც არ იცის ასევე სხვების ენერგიის გამოყენება. რა თქმა უნდა ამას ბოროტად გამოიყენებს. აი სწორედ ეს ხდის ლიტმორიელს და მოწყვლაც. ან არავის არ ენდობიან, ან ისიც შეიძლება ენდოს, რომელიც ზუსტად არ ხის რომ ენდოს. ან აქ ხდება დესტრუქცია სერიოზული, ან პირიქით არის ლიტმორიელი, რომელსაც ენდობიან, რომელსაც მთლიანად აი რაღაცნაირად სიცოცხლეს ჩააბარებენ და ეს გაანიავებს სხვების ენერგიას, ხო? ფინანსურად გაანიავებს, ან შეიძლება манипуляტორი იყოს და გამოიყენოს. მე მყოლია ლიტმორიელები, რომლებიც აი სერიოზულად ცდილობდნენ ჩემ გამოყენებას ენერგეტიკულად, ფიზიკურადაც, ესე რომ აი გამაკეთებინონ ისეთ რაღაცები, რაც მხოლოდ მათ უნდათ და აბა თუ არ გააკეთებ იმ ხელ აგრესია შეიძლება წამოვიდეს, ანუ კლასიკური манипуляცია. მე შეგავლილი მაქვს, ვიცი. კარგად მასწავლა საზღვრების თემა ლილითმა. ძალიან ბევრს ვიზიტავდი ხოლმე გარშემო манипуляტორებს, რაღაც არ ვიცი ახლა ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ეგეთი მეგობრები მე კი არა ყველა ვიზიტავთ. იმიტომ მე რო გადავიკითხე რომ მეგონა რომ ჩემი ლიტი არის თქო. გარშემო უბრალოდ განსხვავება ის იყო რომ ისინი ცნობენ და მე არ ვიცნობდი. და მე რო ფსიქოლოგიაში წავედი, მე ჩემს ენერგიებზე დავიწყე მუშაობა, უკვე შორიდან ვცნობ
მათ ვიცი უკვე და აღარა ვარ ხოლმე ხო ესე რომ აი თქვა რომ მჭირდებოდეს ხო და ეს არის მნიშვნელოვანი ლიტიმორიელებისთვის რომ ეს ისწავლონ ეს კონსტრუქციული ლიტიმორიელებზე ვამბობ იმიტომ რომ არიან ხალხი რომელიც გაცხოვრებს თავის ნეგატივს გამოგიყენებს მის ემოციაში რომ შემოგიყვანოს და აი მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ პირველ დონეზე როცა ვლაპარაკობ ლირიტი პლუტონის შეერთება აქვს პუტინს და დაღმავალიც იქვე ყავს. არის და ლიტი ლომი არის და ლიტი მორიელისთვის ახლა ლიტი ლომი არის საბავშვო ბაღი. ანუ ლიტი თხისრგისთვისაც ხო? ანუ არის როდესაც ძლიერი ლილიტებია იქ სუსტ ლილიტებს და სუსტ რას გულისხმობ ახლა არ არის ძალაუფლებაზე ესე ხო გაჭედილი ეს ტყუპი ლილიტი არ არის ანუ საერთოდ სხვაგან არიან ხო? და აი აქ შეიძლება დისონანსი წავიდეს, მაგრამ როდესაც აქ უკვე პლუტონი არის შეერთებაში ლილითთან, ის იძლევა რას? ნახეთ, აი ყველას ენერგიას, ახლა პლუტონი და მორიელი სამხედრო თემატიკას მართავს ზოგადად. ძალიან გონიათ ბევრს, რომ შავ მთვარე მორიელში მჩხიბავები იყვნენ და ბევრი სექსუალური თვეში საერთოდ არ არის ეგრე ამ დროს უმეტესობა. აი როგორ არის იცით თან ახლა ასტროლოგიის სკოლაში ხსნი ხოლმე ამას ფოტოში ძალიან ისეთ ცეხვისეული ტრანსფორმაციული სკოლა მაქვს ასტროლოგიის ნოემბერში გეგმავ კიდევ ახალი ჯგუფის მეექვსე ჯგუფის გაკეთებას ვიცაც გააქვთ სურვილი ეს ტრანსფორმაციული ასტროლოგია ფსიქოთერაპიული ასტროლოგია ისწავლოთ იმუშაოთ თქვენ რუკაზე შეგძლიათ მომწეროთ და ანონსებს მეადევნოთ თვალი და ეს უბრალოდ მაქედან მქონდა ეს იდეა, აი ამ ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიული მიდგომის ასტროლოგიის გამოყენებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი უბრალოდ ფსიქოლოგიით აქ ვერ გავიდოდი, მე რო არ ვიცოდი ასტროლოგია. ანუ ამ ენერგიებზე როგორ უნდა ვიმუშაოთ, რატო იზიდავს ადამიანი ამას? კი, ახლა ფსიქოთერაპია რაღაცებს ახსნის, მაგრამ აქ ხო კარმა შემოდის უკვე. მორიელი ეს არის ოჯახურ ველში ბევრი უნდობლობა, ბევრი ღალატი იყო, ბევრი დრამა იყო ამ ძაფრი მოვლენები და ფსიქოლოგიური ასტროლოგიის მიღება კარმოში ძალიან ბევრი სხვადასხვა კუთხით საერთოდ ზოგი რო ასტროლოგიაში ვერ ერკვევა და არიან ან ტრანსფორმაციულ თერაპიაში ყვებიან რომ ნახეს რომ სამხედროები არიან გენერლები ხო იმიტომ რომ მორიელი ეს არის დიდი ძალაუფლება ამ ადამიანს რომელიღაც ინკარნაციაში ჰქონდა ძალიან დიდი ძალაუფლება და როგორც წესი ბოროტად გამოიყენა ეს და რატომ? იმიტომ რომ მანამდე რაც მოგიყევით თავიდან ამ ადამიანს უღალატეს ძალიან მკაცრად დასაჯეს, იმიტომ რომ აი ზუსტად ისე მძიმე სიკვდილთან არის მორიელი დაკავშირებული ტრამვულ ღალატთან და გადაუმშავებელ ემოციასთან და მე მქონდა ეს სხვადასხვა ჰიპნოზე, ვნახე რაღაც საერთოდ შუა საუკუნეები და რაღაც სასტიკად ვისწორდებიან და თითქოს ვერც კი მოვასწარი იმის გააზრება, იმის ემოციის ცხოვრება და გაიყინა თითქოს ემოცია და მე თერაპიაზე გამოვიტირეთ ეს, შევხვდი ამ ენერგიას, დავხურე გეშტალტი რო იტყვიან რა მაშინ აი გავიარე ეს სიკვდილის კარიბჭე დავინახე როგორ ვიყავი ჩაფერფლილი და ეს იყო აი როგორ რაღაც იცით ბევრ ლიტმორიელს ჰქონდა ესეთი რამ რომ აი ჩაფერფლეს რასაც ქვია და ეს იყო ძალიან დიდი ღალატი და ოღონდ ვერც კი გააცნობიერა თითქოს სულმა ისეთი შოკური ტკივილი იყო ან შოკური ეს ემოცია იყო და გაიყინა სხეულში ეს ენერგია ხო არის ხა გამოსათავისუფლებელი გასაცნობიერებელი და ეს არის დიდი იმპულსი დიდი ენერგია და მე ამას ეწებებიან სხვები ეს ან ესეთ პათოლოგიური ენერგიის ხალხი ძალიან ადვილად ზუსტად რა არის ნარცისების მთავარი ის ხო რომ შენში ან დანაშაული შეგრძნება უნდა იყოს ან შიში უნდა იყოს ძლიერი და ანუ შენშიც ის იმპულსი უნდა იყოს რაღაც რაზე წამოვა და რა თქმა უნდა ამაზე მოდის და ახლა როდესაც აი ამაზე ვლაპარაკოთ რომ ახლა ლიტი მორიელი ეს იყო გენერალი ან სამხედრო ან ძალაუფლების მქონე რომელსაც ბოროტად გამოიყენა ეს ძალაუფლება ეს არის პუტინის ლიტი პლუტონის შეერთება აი რასაც ის აკეთებს თან ნახეთ როგორ ის არის რომ მორიელი და პლუტონი მართავს სტრატეგიას და დესტრუქციული მორიელი ეს არის ტაქტიკა ანუ გადაგორებაზე არის სულ პუტინი მაგალითად სხვა ჯარისკაცებს აი ტიპიურად რო გითხრათ აი ჯარისკაცებს აი ამ ახალგაზრდებს ყველას ფაქტიურად უშვებს საკუთარ პირადი ეგოს ომში და არა ის რომ ქვეყანა სჭირდება და ეხა სელენა მორიელისგან განსხვავებით ხო
და მხოლოდ პირად ძალაუფლების განმტკიცებისთვის იბრძვის. აი ეს არის ყველაზე დაბალი დონე ლიტი მორიელის. ან ლიტი პლუტონის შეერთების, ან ლიტი მერვე სახლის. და რატო არის ეს? იმიტომ რომ სადღაც არავის არ ენდობიან. არა ცნობიერში ის ფიქრობს რომ მე თუ არ ვმართე ესე მე მიღალატებენ, ან მე მომკლავენ, ანუ შიში ძალაუფლების დაკარგვის შიში აკეთებინებს მაგალითად პუტინს ან ლომში არის და ეს სპექტაკლით მართავს ამ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ ლიტი ლომში რო ყავდეს, ეს პრიგოჟინი რო ყავდა ეს ლიტი ლომი, ეგ იქნებოდა, ანუ უბრალოდ ლიტი ლომი, ახლა რაღაცებს ვერ გააკეთებთ. აქ არის საჭირო ან ლიტი თხისგენის ენერგია, ან ლიტი მორიელის ენერგია, ან მერვე სახლის ან პლუტონის, როგორც წესი, ესეთი ენერგიებია საჭირო, რომ ადამიანმა რაღაცა სერიოზული გავლენა კონდეს, დაიჭიროს ძალაუფლება, ხო? ამაზე არის აქ საუბარი, სხვათა შორის ძალიან ბევრი ეს ვინც მოკლეს ირანში, მე მგონი თუ ლიტი მორიელებიც იყვნენ, აი პრეპერ ჩამოხრჩეს პირდაპირ ეთერში აღარ მახსოვს ახლა. და ეს მორიელური ენერგეტიკა არის ან მერვე სახლული. ლიტი მორიელი იყო უცებ სახელების პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ იმხელა ინფორმაციები მაქვს თავში და მე უცებ რომ ესე ჩეგევარა და ძალიან ესეთი პლუტონთან შეერთებაში ყავდა, მორიელში ქონდა და ძალიან ძიმე ფიგურა იქნებოდა, ძალიან თან ომის მინისტრები არიან. რასაც გვეყავთ, ჩეგევარა იყო ცოტა პირველ დონეზე, ეს რევოლუციონერი ვითომ და აი მისი სიკვდილიც როგორც იყო, ესეც ტიპიური ლიტი მორიელური ენერგია არის დაბალ დონეზე, მოდი ესე რომ ვთქვათ. ჩვეულებრივ დონეზე, ადამიანურ დონეზე ეს არის კონტროლის სურვილი, ძალაუფლების, ფარული ძალაუფლების დემონსტრირების სურვილი, ეჭვიანობა, უნდობლობა და манипуляცია, მაგალითად ხვერპლის როლით, დანაშაულის შეგრძნებით, რომ ავიკიდო ვიღაცა, რომ აი შენ დამნაშავე ხარ, სინამდვილეში ეს პროექცია არის, თვითონ აქ განცდა რომ მე დამნაშავე ვარ, მე სადღაც აი ზუსტად ეს თემა, რომ შურის ძიებით, როგორ იყო იცით, აი ციკლი არის ხოლმე ლილიტი და ეხა კონსტელაციაზე რომ მოდიან ჩემთან სვამოსეუბნები, რომ აი ამ ორივე პოლისიდან უნდა გამოხვიდე, მსხვერპლი მოძალადე, ეს ყოველთვის ესე ვართ ხოლმე. მაგალითად თავიდან იყო რომ ძალიან სელენაზე იჯდა ადამიანი, მოვიდა და რა თქმა უნდა სულში არის ძლიერი მიჯაჭულობები, გახსნილი საზღვრები და ადვილის მსხვერპლი იყო გარემოსთვის და მე მოდი შემდეგ ცხოვრებაში და უკვე შორს იძიებს ხოლმე და მე ხდება ფაქტურად მონსტრი. აი შეგვიძლია ესეთ რაღაცა ვთქვათ, ბევრმა ნახა რომ ნუ მე ვიყავი მონსტრი, რასაც ქვია, მე ვიყავი ყველაზე ცუდი რაღაც ბოროტი, ან გაბრაზებული, ან ძალიან აგრესიული და ძალიან შურისმაძიებელი. როგორც წესი ეს ენერგია ყოველთვის უდეთ. ხა ყველა ლიტი ეს არის დიდი აგრესია და დიდი ნეგატივი. მაგრამ მორიელის და ვერძის ენერგეტიკა გაცილებით უფრო ესეთი მძაფრი არის. ლიტი ვერძის მთავარი ენერგია შიში არის, მას ეშინია სხეულს რამე არ დაემართოს. ლიტ მორიელს ეშინია ემოციურად რამე არ დაემართოს, იმიტომ რომ მთავარი სასწორი რა არის, რომ გონიათ, რომ მე თუ მეტკინება ძალიან, მე გავნადგურდები მთლიანად, ანუ ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავს სულიერ ტკივილთან. რატომ? იმიტომ რომ თუ ჩაეშვა ლიტი მორიელი ამ ტკივილში, ძალიან დიხან იქიდან ვერ ამოდის. ანუ არის ის ხვარი, ეს არის დიდი სიღრმე, მაგრამ აქ რო ჩავარდები, ვეღარ ამოდიო. შეიძლება რამდენიმე ინკარნაცია იკატაოს აი ამ დრამაში. გამოღვიძება როგორ ხდება, როდესაც უნდა ვიმუშაოთ ამ ლიტზე, ხო? ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩემ შემთხვევაში სხვებთანაც როცა მე პირადად მუშაობ ხოლმე, ხო, ამ ლილიტის ენერგიაზე. რა თქმა უნდა, დიდი ტკივილი არის გვარში, აწვებათ ეს ტკივილი, ხშირად ყელის ზონას აჩვენებენ ხოლმე, იმიტომ რომ მორიელის ოპოზიცია გურუ არის და ეს ყელის მეორე ჩაკრაც არის პრობლემა, ეს ნდობის ჩაკრა არის, ხო? მეორე ჩაკრა ჩვენთან, რომელიც რეპროდუქციულ სისტემაში არცასქესო ზონას მართავს, სასიცოცხლე ენერგია სადაც არის, ხო? ახლა რეპროდუქციული სისტემა ეს არის სიცოცხლის გამრავლების ენერგია. აქ რო არის ძლიერი სიკვდილის შიში. სიკვდილის შიში აპროვოცირებს ზოგადად ცვლილების და რისკის შიშთან. და ხანდახან ზუსტად ეგ არის, რომ რისკის ეშინიათ. იმიტომ რომ რისკი იყო ყოველთვის რაღაც ნეგატივთან. ანუ მე გავრისკე ვენდე ვიღაცას და საშინელება მივიღე.
მე გავრის კედა, ზოგს აქ დაბადების მიუღებლობა, იმიტომ რომ დაბადება სადღაც სიკვდილი არის, ხო, რომელიღაცა, ტრანსფორმაცია არის ფაქტიურად. ამიტომ ლიტი მორიელის ენერგიაში ძალიან დიდი ტრანსფორმაციის ენერგია არის და არიყენებს ამ ენერგიას. მე დაძებს ხვებს, რომ მოდი გადაგარჩენ. სინამდვილეში პროექცია არის, ეს საკუთარი თავი უნდა ამოიყვანონ, აი იმ ემოციური ჭაობიდან, მაგრამ როცა ვიწყებთ ხოლმე ამაზე მუშაობას, იცით რას ხედავთ ყველა, რომ არ უნდათ ამ მორიელის სიღრმის გაწყვეტა. ანუ აი რომ შეხებიან ამას, რომ მე მომწონს ეს დრამა, იმიტომ რომ ზოგს უთქვამს ჩემთვის, რომ ეს არის ჩემი სექსუალური ენერგია, ეს სიღრმე და დრამა. ზოგს უთქვამს, ეს სიღრმე არის ჩემთვის უსაფრთხოება, იმიტომ რომ მე შემინძილია დავინახო სხვების სიღრმე. ზოგს უთქვამს, რომ მე მინდა, ეხლა მე მაგალითად თქვენდა ეს, რომ ხასელინა ვერძი ვარ და შინაგანად თქვი, რომ მე მინდა ვისწავლო გავანათო სიბნელეში. ჩემი სიბნელეში ჯერ და მე გარეთ გამოვიტანა ამ ენერგიას თქო და განათება სიბნელეში რა არის? აი როცა გტყივა, როცა თან მორიელის პრობლემა რა არის, რომ გარშემო როგორც კი ენერგეტიკულ კონტაქტზე შედის ლიტი ვერძი მარტო ვერჩება თავის თავთან და თუ რამე დარქი არის, ეს თავის თვითონ არის. და ლიტი მორიელისთვის დარქი ვინ არის? გარშემო ყველა. ანუ სხვების ენერგეტიკულ ცხოვრებაში როცა შედის და აი ეგ შეიძლება კონდეთ მიუღებლობა მე რო საკითხ ამდაგვარი არის ხო რომ აი მე როდესაც სხვაზე ვარ დამოკიდებული ან სხვის ცხოვრებაში ვარ ან სხვის ცხოვრებას ვცხოვრობ აი მან მე მეწყება პრობლემები ან პირიქით ცდილობენ ვითომ აკონტროლონ სხვები მაგრამ სინამდვილეში დიცურეთს რო შეხედავს სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ მათ ენერგიაში არ არის ლიტ კირჩხიბსაც ლიტ მორიელსაც მე ეს ემართება რომ მინდა ცოტა ხანი გავიდე მარტო დავრჩე ჩემ ენერგიასთან, იმიტომ რომ სხვისი ენერგიები დეფოლტად შემოდის, კარები არ აქვს ფაქტიურად, ეს არის ღია კარი, სადაც ენერგეტიკულად შედიან, გამოდიან სხვა ადამიანები. ყოფილა ესეთი მომენტი, რომ შეიძლება ლიტმა მერვე სახმა, ან აცხოვროს სხვას თავისი ენერგია, ან თვითონ იცხოვროს სხვების ენერგია. როგორც ეს ხან ისე ხდება, ხან ესე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ამ ემოციური, ენერგეტიკული საზღვრების გავლება. ეხლა ეს ჩემი ენერგია არის თუ სხვისი ენერგია არის. ეხლა მე აი ამ ბრას რო ვქნო, ჩემ ბრაზი არის თუ სხვისი ბრაზი არის. აი ეს არის უკვე ეგზისტენციალურად ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის დამუშავებაში. ვიწყებთ ამას, იმიტომ რომ შეიძლება შევიტვარე მორიელში სხვის ნეგატივს ცხოვრობდეს მთელი ცხოვრება და ეგონოს რომ ეს მისი ნეგატივი არის. სხვის ნეგატივი რა არის? აი მაგალითად მე საერთოდ არა ვარ ესეთი და მაცხოვრებენ ამას. აი ვიღაცა ჩემთან ერთად და იქნება ეს და იქნება ძმა, იქნება ვინმე სიტყვაზე ავიღოთ და არის ნეგატივზე ორიენტირებული სიტყვას. ან მეუღლე შეიძლება იყოს, ხო? და მეც გავხდე ნეგატივზე ორიენტირებული, ან დარდიანი სიტყვას, ან ადვილად ჩაეშვებიან ხოლმე, სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან ძალიან ადვილად. და რაც ელენა მორიელთან არ არის მთლად ეგრე, ანუ ხა თუ რამე შავმთვარე არ არის ესეთი, მაგრამ ელენა მორიელს ეს საზღვრები შეუძლია ძალიან კარგად და ეგრევე დაინახოს, რომ ვიღაცა ტოქსიკურია და ამას არ გავეკარებით, კი ამისგან წამოვალ. ელენა მორიელს ეს ძალიან კარგად შეუძლია. ლიტი მორიელი პირდაპირ შევა აი ამ ტოქსიკურ ჯაჭვში. ვერ მიხვდება, თან ვერ მიხვდება, რომ რა იცით, აი მეც მქონდა ეგეთი მომენტი, რომ ადრე მეგონა, რომ აი ვისაც აი ხედავ, რომ ადამიანს პრობლემა აქვს, ცდილობ დაეხმარო, მაგრამ აი ჯიუტობს და მე ვიფიქრე, რომ აი ალბათ ამას ვერ მოვერევი მე. და ანუ მე დავიწყე ერთი რამდენიმე წელს წინ ხო ეს თერაპიულად, რომ ის ძლიერია, ვერ ვერევი, ვერ ვცვლი იმას. ისე კი მე სუსტი ვარ. და მე მივხვდი, რომ სუსტი კი არა, რომ კაცო, ადამიანი ზუსტად სუსტი არის, იმიტომ რომ არ უნდა შეცვლა. ანუ მორიელმა საზღვრები მან დაესწავლოს, რომ იმისი შეცვლა შეიძლება არის, რაც არავინ არ გეკითხება. და ნუ არ უნდა შეუვარდე, რა არის გადაგარჩენო, ხო? აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ადამიანები, რომლებიც არიან მაგალითად სხვადასხვა პრობლემაში, ძალიან კარგად აქვს დაწერილი შტეფან ცვაიგს ერთ-ერთი მოთხრობა 11 წუთი არის, მე მგონი, ბავშვობაში მაქვს წაკითხული. ფილმიც გამოვიდა და მათ ქალი რო არის, რომ უნდა გადაარჩინოს მოთამაშე, ხო?
და აი სახეცვლილებები მისი და სიამდილეში მაინც ვერ გადაარჩენს, იგივე ხდება და თვითონ არის დანაკარგის ზონაში, ხო, მე ანუ დაკარგა ძალიან ბევრი ემოცია, ენერგია, ფული და ყველაფერი. აი ეს ემართებათ ხოლმე ლეიტმორიელებს ხშირად, რომ მე რომ მგონია რომ ის უნდა გადავარჩინო და სიამდილეში არც უთხოვია, არც უნდა და სიამდილეში კი არ უნდა გადამარჩინოს, ჩემ ენერგიაზე ჯდება. და რა თქმა უნდა მე ყველაფერს დავკარგავ და არის მე გაკვეთილი მათთვის, რომ არ შევიდნენ ესეთ ურთიერთობაში, სადაც არ გთხოვენ. რატო არის მეც მაგალითად, რომ ეხლა კი 1200 ვიდეო მაქვს ჩაწერილი ძალიან ბევრს გელაპარაკებით ძალიან ხარ 1000 რაღაცას გიყვებით ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საზღვარი იყო, რომ მოდიან კონსულტაციაზე, სპეციალურად არ ვცდილობ რომ ხარ რეკლამები და ეთერებში ვიჭდე და რაღაცები, იმიტომ რომ ზუსტად ის ხალხი მოვიდეს, ვისაც მართლა ჭირდება ჩემი დახმარება და აი აქ დავიჭირე ძალიან კარგად მორიელური ბალანსი. თუ რამე ვიცი და გაგიზიარებ, მაგრამ მე არ ავიღებ პასუხისგებლობას, ხო, იმაზე, რომ შენ გადაგარჩინო. შენ თვითონ შეგეძლია. მიიღო ყველანაირი ინფორმაცია და შენ თვითონ გადარჩინო შენ თავი და ამის ყველა ინსტრუმენტს გასწავლე. და ეს უკვე შენ სურვილი უნდა იყოს. აი ეს არის ყველაზე ოქროშუალედი ლიტი მორიელისთვის. ეს არის რეალურად შენი ენერგიის დაცვა, იმიტომ რომ ლიტი კუროში გადადიან მე უდიდეს ენერგიას კარგავენ, სულ გამოფიტულები, სულ დაღლილები შეიძლება იყვნენ, რატო? ჯერ ისეთი რომ ვიღაცის ენერგიებს ხოვრობენ სულ დეფოლტად. და იმიტომ რომ სულ არაცნობიერში დევს, რომ მე რაღაც უნდა მაკონტროლო. ანუ ეს როგორ არის იცით, განაცნობიერად არის რომ მე რაღაც უნდა ვაკონტროლო. აი პროგრამა ტრიალებს, რომ აი ხა როგორც ლიტი ლომს აქვს, სულ რომ მე ჩემი ეგ უნდა დავიცვა, არავინ არ თხოვს, საერთოდ არავინ არ ერჩის, სიტყვაზე გეუბნებით რთულ ვარიანტს. აი ეს ლიტი მორიელი სულ თავის თავს იცავს, როცა საერთოდ არავინ არ თხოვს, არავინ არ ერჩის სიტყვაზე. და აქ როდესაც მუდმივად ენერგია იხარჯება კონტროლზე, რომ მე ჩემი თავი უნდა ვაკონტროლო, სიტუაცია უნდა ვაკონტროლო, აი აქ უკვე ძალიან დიდი ენერგია მიდის ამ დაცვებზე, რომელიც შეიძლება საერთოდ არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა იცოდე, ვის ენდო, ვის არ უნდა ენდო. ეს საზღვრები არის ძალიან მორღვეული. ასევე ადამიანებში არც ეს უკიდეგანო ჩაკეტილობა და თავდაცვა არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი და კარგი და არც ზედმეტი გახსნილობა. არაცნობიერ დონეზე ლიტ მორიელს ასევე ლიტ კუროში გადადიან. შეიძლება გქონდეთ ფინანსური პრობლემები ხშირად და შეიძლება ან ენერგეტიკული პრობლემები გქონდეთ, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ვარიანტში ეს არის ენერგია, როცა გაედინება დიდი დოზით, ისევ რაც გითხარით, ცოტა დესტრუქციული ტიპების მიზიდვით. ან თვითონ ეს არის პირველი დონე, როდესაც ხა პუტინი მთელ თავის ძალაუფლებით აზის ამ ქვეყანას, ხო, რუსეთს და ფაქტიურად ბოლომდე იღებს მისგან რესურსებს, ყველანაირ რესურსებს. კარმა ასტროლოგიაში ხა რო გითხარით, რატო არის რომ მე მინდა სხვებს დავეხმარო სიტყვაზე, რომ გადავარჩინო, იმიტომ რომ სადღაც არაცნობიერ დონეზე ლიტმა მორიელმა გადააჭარბა შურისძიებას არაპროპორციული ძალა გამოავლინა. ეს არის მორიელის არქეტიპი, არაპროპორციული ძალა. ეს როგორ რაღაც არის, რომ რაღაცას რო მეტყვიან და ავდგები და ყუმბარას გაუკანებ. აი ეგეთი რაღაცა. თან ლიტი მორიელი, ხაშოს მეც მქონდა ეგ თერაპიულად ჩემ თავზე, მივხვდი რომ შეიძლება არაფერი არ თქვას და ამ სიჩუმეში არის ენერგეტიკული თავდასხმა ძალიან დიდი. შეიძლება ენერგეტიკულად არ ტყამდეს სხვას, იმიტომ რომ მაგიტომ არის რომ აი ზოგჯერ მუთქვამს ჩემთან ლიტ მორიელს, მე მქონდა ეს თერაპიაზე, ერთს უთქვამს, რატო არა ხარო აგრესიულიო და მართლა არა ვარ აგრესიული, არ მიყვარს ეს რაღაცა აი აგრესიას რა კუთხით გეუბნებით, იცით? აი ელემენტარულ აგრესიას განვიცი, რომ დაიცვა თავი იდიოტებისგან. და ერთხელ იყო ძალიან საინტერესო, რომ თქვი, რომ ძალიან მეშინია მეთქი ამის, იმიტომ რომ ვერ ვაკონტროლებ, მეც თქო და შეიძლება აი ეს არაპროპორციული ძალის თემა და შეიძლება აი ხმაც არ ამოიღონ, ვერ ვაკონტროლებ, ისე შეიძლება მას რაღაცა დაემართოს, ანუ ეს თარსიენა გვაქვს. მეც ხშავთ არ მორიელში ვყავს დავიდა გეუბნებით პლუტონი ლიტის შეერთებას, მერე სახლის, ანუ საზღვრები არ არის და შესაბამისად ჩემი ბრაზი მიდის პირდაპირ მის ენერგეტიკას არ ტყავს. და მე რა ხდება, ასევე ვიღაცის ენერგეტიკა მოვა და შენ დაკარტყავს.
და ეს მიგრძელდება ხოლმე, ახლა ვიღაცა უფრო ძლიერი იქნება და შეიძლება მისი ენერგეტიკა უფრო დიდი მუშტი იყოს და შენი ნაკლები, მაგრამ ვინც უფრო სუსტი არის, შეიძლება შენი ენერგეტიკა გაცილებით საშიში იყოს. და მივხვდი რომ ესეც პრობლემა არის, იმიტომ რომ ეს არის მორიელი, რომ არის ჩუმად, მას არ იღებს და მე ისე აფეთქდება, რომ გადაულის ყველას. ლიტიკუროში გადადის აქ მოთმინება, სიჩუმე, მდგრადობა, სამდროს შეგინით ქარიშხალი არის და მე ავდგე და ვიღაცა მართლა გავანადგურა, უბრალოდ გაბრაზდეს ვიღაცაზე, გაჭედოს და დაანგრიოს იქაურობა და მე თვითონვე უკვირს, ეს ვინ იყო? თეთანე გავოგანდეს, ხო? ამიტომ აი ძალიან გულახდილად გიყვებით რა, რომ ამბობდნენ ამას, ხა ბევრი ლილით მორიელთან მინახავს, რომ მე მეშინია, თორე გავანადგურებ მას. აქაც შურისძიება და დასჯის თემა მოდის, ხო? ანუ კარმული გამოცდილება არის ეს, ხო? და მე აქ კეტავენ ამ ენერგიას, ესეც პრობლემა არის და აქ უბრალოდ ჯანსაღი საზღვრები უნდა აშენდეს. ანუ რატო შევდივარ ამ ენერგიაში, რომ უკვე ძალიან გამწარებული ვარ, იმიტომ რომ სადღაც ყოველდღიურად მე არ დავიცავი ჩემი საზღვრები. ეს გროვდება, ანუ კუროლირჩი გადადიან მერე და კუროსავით აგროვებენ. აი, კურო ან ნივთებს აგროვებს, ან ენერგიას აგროვებს, ხო? აი, ზის, წევს, არაფრის გაკეთება არ უნდა სიტყვაზე, ან აი, ყველა რო აქტიური არის და კურო რო ზის ენერგიას აგროვებს, ხების ხარჯზეც. რითო მორიელიც ანალოგიურად არის, ხო? სადღაც ოღონდ ნეგატივს აგროვებს. და რა თქმა უნდა ის მერე საფათოც ხდება ან საშიშიც ან მას აგანცდა რომ მე ძალიან გადავაჭარბე ხო აგრესიას. აი ეს ხდება ხოლმე, აი ძალიან ზედმეტად იციან გადავარდნა მეორე უკიდურესობაში. მორიელი არის საზღვრებთან, ისა მორალთან ძალიან დიდ კავშირში. შეიძლება გქონდეს სულ მორალზე ლაპარაკი, ლით მორიელს, რომ აი ხა ის ამორალური იყო და ეს როგორ და ის როგორ და ნუ აი ეს ერთ-ერთი დამახას ის არასწორად მოიქცა და გავწყვიტო კავშირი და ახარასოდეს აღარ ვაპატიო როგორ ხო როგორ გაბედა. ესეც პროექცია არის. აი ძალიან ღრმა თერაპიულ პროცესში მქონია ლით მორიელებთან ესეთი დიალოგი, რომ აი მე თუ რაღაც აი როგორ არის ეს მორიელი დაკავშირებული არის რაღაცა მიზანი რომ აქცენ და ვუყურებ ამ მიზანს და ყველაფრის ფასად შემიძლია ამას მივაღწიო. აი პუტინს რაც აქვს ახლა რომ ამ ხელა ან ფას აღარ საკვირდება. ყველაფერი წაიღო, ანუ ერთ ლით მორიელებს ეს ემართება ხანდახან უმართლებთ და მე ერთხელ ისეთ ბრძოლაში შეიძლება შევიდეს, სადაც ყველაფერს წააგებს აუცილებლად რა. მე მქონია ეს რომ სადაც კი ენერგია ჩავდა, ყველგან დავკარგე. აი რაღაცა პროექტი იყო სერიოზული, ან რაღაც მიზნები მქონდა, ხო? და აი ის კი არა რომ ამე მიმეღო თან სადესაც პერიოდში, სულ ქრონიკულად კარგავდი, ან სულ კარგავდი, ანუ ყველაფერი დავკარგე, განცდა მქონდა ჩემ შიგნით, ხო? ეს რა არის, რომ ესე იგი ვერ არჩევ პრიორიტეტებს, ვერ არჩევ სწორ მიზნებს და ინტუიციას არ მიყვები, აქ შინაგან ღრმა ენერგიას არ მიყვები, ხო? სადღაც აი ესე გაჭედა რაღაცა მიზანზე, უბრალოდ უნდა გავაკეთო. მე მქონდა ეს ჰიპნოზი, რაღაცა უყურებ იმას, კოშკს და ეს ნამიღოთ. ვიწახდი, ყველაფრის ფასად. ასე რომ ვიცი პუტინი რასაც აკეთებს, ჩემთვის ძალიან ნაცნობი არის ეს, რომ ვერ ხვდები რისკებს, ვერ ხვდები ენერგიას, ან ენერგიის ის არის რა გაუთვლელობას ვეძახი ამას. და აქედან მოდის უკვე რა, რომ იგივე გრძელდება ამ ცხოვრებაში. შეიძლება რაღაც პროექტებში ჩადო ენერგია, ან ურთიერთობაში ჩადო ენერგია და აუცილებლად განცდა გექნება, რომ ყველაფერი დავკარგე. აზრი არ აქვს. ლით კუროებსაც ძალიან მსგავსი ემართებათ ხოლმე, რომ მე ყველაფერი დავკარგე, რაც კი იქ ჩავდე. ერთი ენერგია არის, ხო, ფაქტიურად ეს არაცნობიერ დონეზე. ხარ შორის ერთ-ერთი ძალიან ღრმა წყვილიც არის ხოლმე ლიტი კურო. ხა მე თუ მკითხავდით არ მგონია ეგრე, იმიტომ რომ ჩემთვის ზედმეტად ენერგიას ძალიან აქტიური ლიტი კურო, ანუ ეს არის ენერგეტიკულად გამოქვიტავს ბოლომდე და იდეაში, კარმულ ასტროლოგიაში ლიტი კურო და ლიტი მორიელი, ნუ მე მეგობრები მყავს ხა ბევრი ლიტი კუროები და თითქოს მათი ეს შინაგანი სიმყარე თითქოს მაბალანსებს, მაგრამ სადღაც აი ეს რომ ენერგია რო გაჩერებულია, ის მე ცოტა მაღიზიანებს. რატომ? იმიტომ რომ პროექცია არის ლით მორიელშიც ენერგია საბოლოო ჯამში გაჩერებული ან დესტრუქციულად არის, ხო?
ისეთ პროექციები არის. ლიტის ოპოზიციები ყოველთვის პროექციას გვაძლევს, ანუ მსგავს ხედავთ ჩვენ და მაგიტომაც გვიზიდავს ერთმანეთი. ხა ლიტ გურას ჭირდება ცოტა ემოციური, ის რაღაცნაირად ზედმეტად არის გაყინული, ხო, ამ სტაბილურობაში და მას იზიდავს ლიტი მორიელი, რომ ცოტა იმისი ღრმა ემოციებმა და გარეშხალმა აი ცოტა მოძრაოს ეს მიწის ენერგია, ხო? მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო ცოტა ტოქსიკური პირად ურთიერთობაში ზოგჯერ არის ხოლმე ლიტი მორიელი და ლიტი ტყუპი პირად ურთიერთობას გულისხმობ მეგობრობას არა, თუმცა მანდაც არის ხოლმე ცოტა პრობლემები და ლიტი ტყუპებში არის ცოტა ლიტი მორიელისთვის ან მორიელს ჭირდება ნდობა სიმყარე, რასაც აძლევს თხისრქა, რასაც აძლევს მაგალითად ხალწული ნაკლებად, მაგრამ მაინც შეიძლება. მაგრამ ლიტი ვერძით სხვადასხვა ეს ეგოების თემა და ცეცხლოვანი იმპულსი და რაღაცები არის. მაგრამ ტყუპებთან არის აი ეს ცოტა ზედმეტად ისე უყურებს, ანუ ამის სიღრმე და იმის ჰაერი ლიტი მორიელისთვის ეს ძალიან ისეთ სუსტი ენერგია არის. ძალიან ეზოთერულად უგებენ თევზები და მორიელი ერთმანეთს, კირჩხიბი და მორიელი ერთმანეთს ეს ემოციურ სიღრმეში შედიან, მაგრამ პრაქტიკაში რო გითხრათ, ყველაზე ტოქსიკურ კავშირს ვხედავ ხოლმე კირჩხიბსა და მორიელს შორის. მორიელის, ნუ ახლა ალბათ მე შემხვედრი ესეთები, იმიტომ რომ ლიტი კირჩხიბი რა არის ჩაკეტილი ემოცია, манипуლირება ემოციები და ლიტი მორიელი ყოველდღიურად манипуლირებადი არის, ხო? ხანდახან აი ესეთი კავშირი გვხდება. და მე ერთმანეთს აწამებენ, ანუ სადღაც თან ის ლიტი კირჩხიბი არა გაღიარებს ლიტი მორიელისთვის, ან მე სახლილისთვის ეს არ აღიარება კოშმარია. თუ არ მაღიარებს, ესე იგი მე მასზე გავლენა არ მაქვს და იწყება ეს პირველი დონის ლიტის ტრიალი, ხო, ასე და მერე ის ლიტი კირჩხიბი კიდე უფრო ამეთი ძალიან ისე ყარად და ისე გრძნობს თავს და ცოტა ტოქსიკურობაში გადის, ასე რომ ის რაც არის კლასიკურ ასტროლოგიაში, მე მაინც პრაქტიკაში ეს არ შემხვედრია, პირიქით უფრო დესტრუქცია ყოფილა, იმიტომ რომ ხა აქ ძალიან ემოციური ლიტი კირჩხიბი მორიელს უყვარს კონტროლი ემოციების და შეიძლება დაჟე ცოტა ტოქსიკურიც იყოს მისთვის, რომ რატო არის ესეთი ემოციური. ან თუ არ არის ემოციური, მაშინ აქ манипуляცია წავა, ხო? ამიტომ მე პირად გამოცდილებაში ხო განვებით ეს მაინც ისე მეგობრობას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, აქ პირიქით ძალიან ღრმა გაგებაც შეიძლება იყოს და ძალიან დიდი დახმარებაც, მაგრამ პირად ურთიერთობაში, როდესაც პირადი ურთიერთობა რა არის, ყველაზე ტოქსიკური ენერგიები ამოდის ზედაპირზე. მინახავს მორიელის ტანდემი და აქაც ყოფილა ერთი არის ძალუყრების მოყვარული, მეორე მსხვერპლის როლში. აქაც შეიძლება манипуляცია და თელი სერიოზული დრამებიც ჩაირთოს. არის ასევე სექსუალური ენერგიის ან შიში, ან გადაჭარბებული გამოყენება, ასევე თავიდან რაც გითხარით, როგორც ნდობის ფაქტორი, ან როგორც კონტროლის ფაქტორი, ხო, რომ ეს სადღაც ამითი ვაკონტროლებ სიტუაციას და ხშირად შეიძლება გარეგნობაზეც იყოს ზედმეტი ორიენტირება, იმიტომ რომ მე თუ სექსუალურობა არა მაქვს, აღარა ვარ საინტერესო, ან გავლენას ვეღარ მოვახდენ სხვებზე და ხშირად არის ხოლმე კაცებსაც და ქალებსაც ეგ აქვს, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის ვიზუალურად მაგალითად ძალიან ისე იყვნენ, აი ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდნენ, ხო, ეს ცოტა დესტრუქციული ნაწილი რო გითხრათ, იმიტომ რომ დამუშავებაში ეს არის შინაგანი მაგნეტიზმის გაღვივება და არა გარეგნული, ხო? ეს ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი არის. კიდევ ახასიათებს ამ ლილიც, აი ცოტა ისე კიდევ რო ჩავშალოთ, მაგალითად, აი სექსუალურობის ნაწილი მინდა უფრო გაგიზიაროთ, აქტიურ გამოვლენაში, როდესაც კარგად, აი ბევრს უთქვამს ჩემთვის, მაგალითად, რომ აი შეიძლება ამ სექსუალური ენერგიით ძალიან ის იყოს აი ცოტა კემერიდება თქო, მაგრამ რადგან ჩეკპირდით რომ ბევრ რაღაცებს უყვები თქო, პირად კონსულტაციაზე ცოტა სხვანაირად ლაპარაკობთ.
აი როგორ რაღაცა უთქვამთ, იცით, რომ აი ვიღაცას თუ ქონია ძალიან სატურნი ყავს მორიელში ან მერვე სახლში და დაბლოკილი არის სექსუალური ენერგია, ლიტი მორიელები ან პლუტონიანელები ან მერვე სახლელები დახმარებიან პირიქით ამ სექსუალურობის გახსნაში. ანუ არის მეორე ენერგიაც ხო, რომ პირიქით მაშინ ის პოტენციალი სექსუალური ენერგია სხვებს ეხმარება, ხო, სადღაც რომ ან კომპლექსები მოიხსნას, ან აი ზუსტად ის ღრმა კავშირი მისცეს, რაც ამ მეორე მხარისთვის საჭირო იყო სიტყვაზე, ხო? ესეც არის ხო? ან მეორე უკიდურესობა არის, როდესაც საერთოდ უნდობლობა არის და ჩარაზული არის და არავის არ ენდობა არაცნობიერში, ხო? და შესაბამისად არავის არ იზიდავ. ესეც არის ხოლმე ხშირად. მე რასაც ვაკვირდები ხა ახალგაზრდა გოგოებს, როცა აქვთ ეს ლილიტი, უფრო არის, როგორ იცით, აი დარქი მხარე, როდესაც ძალიან ჩაკეტილი არის შინაგანად ადამიანი, აი ყველას ესე ეჭვის თვალით რო უყურებს და ცოტა ესე იყურებენ ხოლმე ჭვიანად და რაღაც ცუცს ეძებენ, ესეც თავდაცვითი მექანიზმი არის, რომ კარგად დროზე შევამჩნიო ვინმე, რომ მე არ მატკინოს. და ამაში არიან ძალიან ჩაჭედილები და მე ცოტა რა დაიკიდო ეს ტკივილი და ხა რატო დაგატკინოს რა ხა არ მეწონები თავის თავს დააბრალოს სიტყვაზე ხო ანუ მე მაგალითად ეს ვისწავლე მე თავად ესე ეჭვიანო არის ის არ მქონია ეს ეჭვიანობა უფრო აი ცხოველებზე მქონია ადამიანებზეც მაქვს ხოლმე ეს მიჭაჭულობა და მე საერთოდ რო არ გინდა ბერკიდან ორი უკიდურესობა მაქვს მაგრამ ზოგჯერ აი ეს აქვთ აი როგორ შეიძლება ეს ენერგია მორიელური ცოტა ძველთაობასაც აქვს ხოლმე მე რასაც ვაკვირდები და სხვათა შორის ერთ-ერთი არის ენერგეტიკული ჩაკეტილობა იმის გამო რომ არის სრულად გამჭვირვალე ადამიანი ენერგეტიკულად აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვისაც ანახლობლები ყავთ ამ ლილიტით ან თქვენ ხართ მაგალითად მერვე სახლი ძალიან მსგავსი არის ზოგჯერ ისეთ დესტრუქციული ზოგიერთი ლიტი მორიელი ისე მერვე სახლელი ლიტ მორიელს რო უსწრებს ისეთი დესტრუქციული ყოფილა ან ისეთი მაგნიტური და სექსუალურები ყოფილა სექსუალურობას რაც გულისხმობს შემოქმედებითად ახსნილები ძალიან დრაივერები ენერგიულები ხო და ესეც ეთყობათ სხვათა შორის როცა აი ამ მორიელურ ენერგიას ელაპარაკოთ პირად რუკაში პლუტონი როცა არის აქტიური მსგავსი ენერგია შეიძლება სხვასაც კონდეს ანუ ეს არ არის მარტო ლილიტური ენერგია მაგრამ განსხვავდება ლილიტის ენერგია პლანეტარული ენერგიებისგან ეს ძალიან ხილული არის პლანეტარული ენერგია და აი ჯონი დეპს რო შეხედავთ რა რაღაც აი მაგნიტური სიღრმე რო აქვს ხო რაღაც საფრი ემოციები ეს მორიელური უკვე ლილიტური ენერგია პლუტონი არა აქტიური და სელენა ქალწული არის ჯონი დეპი და რაღაც სისუფთავის დრამა იქნება მაგას ქალწულური ხო აი სუფთავის დრამა სელენა ტყუპები ყავდა დოსტოევსკის და ინტელექტუალური დრამა ქონდა მას რასაც ქვია ხო აი კომუნიკაციაში აი ადამიანებთან ურთიერთობაში აი ინტელექტუალურად იყო რაღაც შინაგანად ღრმა ძალიან და ამასაც ტოქსიკურ ველფერსაც აძლევდა და ფაქტიურად აი ის რო იწუდია ეს პროექცია იყო საკუთარ თავზე საერთოდ არა ცნობიერთან ეს არის აი დაცემულ ანგელოს ვახსენებთ ხოლმე ამ შემთხვევაში ზოგჯერ ტკივილი სიყვარული სხვას რო ტკინენ უხარიათ ან უყვართ ეს ძალიან ტოქსიკურ გამოვლენებაში ეს გამახსენდა ახლა დედა ტერეზას ისტორია გამოყვეჩებულს რო არ აძლევდა სხვებს აი შენ მოგიტკინება და დაიტანი როცა გამოისყიდი ტკივილს აი ეს ახასიათებთ ხოლმე პირველ დონეს ძალიან რომ სხვებს თვალები უნთებათ ვიღაცას რომ სუსტ პოზიციაში ნახულობენ იმიტომ რომ აი აქ თუ ის არ არის ძლიერი და სუსტერი საფრთხე აღარ არის. ანუ აქ მიდიან პირდაპირ, ხო? და თან დომინაციის ეს პირველი დონეს არის ძალიან აი ესეთი რა, რომ დღისგასაც გავსი აქ ხოლმე, რომ ეს უნდა გავსრისო, ეს უნდა ვაკონტროლო, ეს უნდა დომინირებაში მყავდეს, რომ ნაკლები საფრთხე იყო, საფრთხეზე გავდივართ ლიტმორიელთან შიშები არის, რომ ვიღაცამ არ გამანადგუროს, სამყარომ არ გამანადგუროს. დაცვითი მექანიზმი და ამის გამო ყველაფერს აკეთებენ, რომ პირიქით იყვნენ ტოქსიკურად გარემოსთან, ხო, ესეც არის ხოლმე დესტრუქცია. და განვითარებული ლიტმორიელი ახლა უკვე მესამე დონეზე ვალაპარაკობ, ხა, არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტი შეიძლება გახდეს, ენერგეტიკული პრაქტიკოსი, რომელსაც შეუძლია იქ იოგა სპეციალისტი შეიძლება იყოს ეზოთერულ სფეროში, შეიძლება იყოს ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიაში შეიძლება იყოს მაგალითად
თუ თვითონ გაიდის იმ ჯოჯოხეთს, ჩავა ფენიქსივით და იფერფლება, ჩავა თავის ყველაზე ღრმა შიშებში და გადარჩება და ამოვა იქიდან. აი მე როგორც ხებსაც ეხმარება ამ ყველაფერს. საერთოდ როდესაც ვამბობთ, რომ აი არ უნდა იყოს ფეიკი ადამიანი თავის ცხოვრებაში. ხა მე როდესაც ვასწავლი იმას, რაც მე არ გამიკეთებია და არ ვიცი, ეს ფეიკი არის. აი როდესაც შენ ტრანსფორმაციულ თერაპიაში ეხმარები ადამიანს და შენ იგივე უკვე გავლილი გაქვს, აქ ხარ უკვე ავთენტური, აქ ხარ ნამდვილი. შესაბამისად, ამ ლილიტის უმაღლესი დონე არის, რომ ისწავლოს ენერგიების მართვა, ისწავლოს მანიპულატორების აღმოჩენა და ჩაკეტვა საზღვრების, ისწავლოს დობა ოღონდ იმ ხალხთან დროში გაწერილა და კვირდეს ინტუიცია ჩართოს, დიცურეთში დაინახოს, რომ ეხლა მე აქ შეცოდების გამო ხარ შევედი. დახმარების მოტივით ხარ შევედი, ანუ ეს მართლა ურთიერთობაა თუ მე მაქვს ჩემი რაღაც დაცვები, რომელიც მე აუცილებლად მიმყვანს იქამდე რომ ენერგია აქ დავკარგე. აქ ენერგია ტყუილა, ეხლა კუროსავით გამძარცვეს ხშირად ლიდ კუროებსაც უთქვამთ ჩემთვის ან ლიდი ვენერა შეერთებით, ან გამძარცვეს, ან თვითონ ძარცვავენ მე სხვას. ან მატერიალურად, ან ენერგეტიკულად, ან ფსიქოლოგიურად, აი სულ უკიდურესობები არის, ხო? ამ შემთხვევაში უნდა განსაზღვროს ადამიანმა, მე რა ხაკ ენერგიას ვდებ, ეს ბედნიერების მომტანი არის თუ ტოქსიკური არის, უნდა დავეხმარო, ის უბედურია, ჩემი დახმარება ჭირდება, მე გადავარჩენ, ანუ თუ ამ ემოციით შედის, იმას აუცილებლად ექნება დანაკარგის განცდა. იმიტომ რომ ეს უკვე ლირიტური შესვლა არის ამ ყველაფერში. თუ არის ადამიანი, რომელიც არის ჩაშვებული და ის უნდა ამოვიყვანო, შევხედავ და უნდა ამოყვანა, ამოვიყვან. თუ ჩემ ხარჯზე უნდა, ახლა 80% მე ვაკითხავთ რომ დადიან და გამწმინდა რო ეუბნებიან, წარმართული ენერგია, ხო? ეს გამწმინდა კი არა, ეს არის რა იცით, რომ მე შენ გკიდებ თელს ჩემს დარქებს, ხო? და სამყაროს ენერგიებით იჭხიბავეთ, რომ მომაცილოთ ეს ნეგატივი. ხო, მე ამაზე მუშაობა არ მინდა, ეს არის ხალявას რო ეძახიან, ხო? და ეს ენერგეტიკული პასუხისგებლობა მე მეურვეს ეკისრება, მაგრამ განსაკუთრებით იმ ჭხიბავებს. მე რო ენერგია არ არის, საიდან მოიტანო, ამდენი რო არ ესმის, ისევე აქედანვე იღებენ. ხო, ეს კავშირი ბმა ხდება და მე ამას იღებენ ძალიან კარგად. ამიტომ ამ ენერგიას ტრანსფორმაცია ჭირდება. ნდობა უნდა იყოს დაკურვებული, ნდობა უნდა იყოს გაზრებული, რომ მე ამას რო ვინდობ, ხო გეუბნებით, რომ აი საკუთარი გამოცდილებითაც გეუბნებით რა. აქ არის რამე ტოქსიკური ემოცია, გადასარჩენია, უბედურია, სათრევია, რომ მე ან ძალაუფლება ვიგრძნო, ან უსაფრთხოება ვიგრძნო, ან პროექცია მქონდეს, რომ მე ვარ გადასარჩენი და სხვა უნდა გადავარჩინო, თუ მართლა ეს არის თანასწორი პოზიტივზე დაფუძნებული ურთიერთობა. აი თუ პოზიტიური ელემენტები არის, ესე იგი მე ლიტი გადავატრანსფორმირე. მე ამ ენერგიას ჩავდებ და ბატრიალებ იქ, სადაც შველა შეიძლება, მაგრამ არა რომ მე გავექანო იქ, რაც ჩემი მაინც არ არის. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კი მეც ეს ბალანსი ვიპოვე, ძალიან ბევრი რამე დავაკ. აღარავის აღარ ვაძლევ ჩემს გარემოცვას, ენერგიას, თუ აჭირდებათ, ანუ ჭირდებათ რა. თუ არის რომ აი ხა რომ მეტყვიან ხოლმე რომ აი რუკაში ჩამიხედე, არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ხა მე მკითხავი არა ვარ. კონკრეტულად იმუშავებ შენ თავზე, თუ არ იმუშავებ, ხა აქ ტყუილა, ნუ დამხლი. ხო, ესეთ რაღაც არის. აი ეს არის უკვე ენერგიის ტრანსფორმაცია და აი ამას გავდივართ ხოლმე როგორც წესი, ხო? და ეს დასჯა, თვით დასჯა, რომ მე სატურზე გავდივართ აქ ყველაფერზე, მაგრამ ამ ენერგიებს უნდა მიაქცევთ ყურადღება, ხერცათი გავიდა უკვე რასაც დაქოქილოდ გელაპარაკებით წყლის ნიშნებზე, მე ასევე ვცლად შემოგთავაზებთ შემდეგ დღეებში ვიდეოს და იმედია თქვენთვის საინტერესო იყო, შეგიძლიათ დაკომენტაროთ, გააზიაროთ, რამდენად მოგეწონათ. მე მგონი ბევრი რაღაცები მოვიხილე, ბევრი ლიტი მორიალისტვის იქნებოდა ეს საინტერესო, რომ ჩაუღმავდეთ თქვენს ხედვებს, ესე რომ ვთქვათ და აი ამ ფეიკზე რომ ვითომე რომ კონტროლს გაუშვებ პრობლემა მექნება, ან ის ფეიკი რომ მე ვერ გაუძლებ ამ დანაკარგს, პირიქით მან ხდება ყველაზე ძლიერი ამტანი, ყველაზე ფენიქსის ენერგია მან დირთვება ზუსტად, რომ ვერ ხდებიან, რომ არაფერმაც არ მოკლა, არაფერმაც არ დაშალა. ხო, თუ არ უნდა თვითონ ეს და ეს დესტრუქციებიც გადის მერე აქედან, ხო, ეს სხეულიდან გადის ეს დესტრუქციები და ტრანსფორმაცია რეალური მან ხდება. წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო, და დროებით.